ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტოლოგის ვაგიფ აბდულაევის წიგნია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის აკადემიის ინიციატივით ქართულ ენაზე ითარგმნა. სოლიდურ ნაშრომში აზერბაიჯანული ეროვნული ელიტის ჩამოყალიბების ისტორიაა ასახული. წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია სასტუმრო ბილტმორში შედგა. ღონისძიება აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ჩემი ნაშრომი ეძღვნება ექს-პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობას, მის პოლიტიკურ ხედვებს და პრინციპებს. წიგნში საუბარია ალიევისა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ურთიერთთანამშრომლობაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელებზე, რაც ვფიქრობ ძალიან აქტუალური თემებია. ამიტომაც ვთარგმნეთ ქართულ ენაზე. ბაზონოგი ფორმულები არის ჩვენი აკადემიის საპატიო წევრი. ძირითადად საფასეს პოლიტიკურ პოლიტოლოგიური კუთხით აფასებს მინერალურ მოვლენებს, ისტორიას, სამოს ძირითადად განიხილავს თანამედროვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის იმ ისტორიულ ფაქტებს ასახებოდა საქართველოს არა მარტო ამიერკავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში, არამედ აზერბაიჯანის მოვლენებთან დაკავშირებით. ადამიანები, რომელმაც ისტორიაზე გარკვეული ბომბერადი გავლენა მოახდინეს, უზარმაზარი გავლენა მოახდინეს და ეს ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება სწორედ ალიევი. უბრალოდ ამ ადამიანების გახსენება ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ სხვანაირად გადავაფასოთ და გადავხედოთ იმ მოღვაწეობას, რომელსაც ეს ადამიანები ეწეოდნენ. შეიძლება ძალიან ბევრი ახალიც კი აღმოვაჩინოთ თამაში, რომელიც თანამედროვე პოლიტიკაში, თანამედროვე საქმიანობაში თვითონ გამოადგენს. თანამედროვე სახელმწიფოების შენებლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ესეთი წიგნების არსებობა ქმნის იმის საფუძველს, რომ ძელვადიანი იქნება ჩვენი უსაფრთხოებაც.